გამარჯობა, მე ბესო ვარ თერმოინდუსტრიის ტექნიკური მენეჯერი. ვაგრძელებთ რუბრიკას რჩევები თერმოინდუსტრიისგან. დღეს გათბობის სისტემის თბომატარებლის მოვლაზე ვისაუბრებთ. ჩვენმა გათბობის სისტემამ კორექტულად რომ იმუშაოს, კედლის ქვაბთან ფილტრებს გვიმონტაჟებენ ხოლმე. აი ასეც. ეს ფილტრი, ანუ ამ ფილტრის კარტრიჯი სისტემას მხოლოდ მექანიკურად წმენს. ანუ ის ქვაბის თვალმცველებსა და საცირკულაციო ტუმბოს მათში მსხვილი ნაწილაკების მოხვედრისაგან იცავს. კარგია, როცა გათბობის ასევე წყალმომარაგების ხაზზე ეს ფილტრებია დამონტაჟებული. თუმცა დაახლოებით 9 მმ დიამეტრის ნაწილაკებს და კოროზიისგან წარმოქმნილ შრამს ამ ფილტრის კარტრიჯები ვერ აკავებენ, ვინაიდან მათი ბადის დიამეტრი 500-800 მიკრონია. ანუ ეს დაახლოებით 0.5-0.8 მმ-ია. ეს კი თვალით უხილავი ის ნაწილაკებია, რომელიც ილექება თბომცველის კედლებზე და ამ პროცესს თავისუფლად შეუძლია დროთა განმავლობაში გაჭედოს თბომცველის ნასვრეტებიც და საცირკულაციო ტუმბოც. იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაუხამძლივოთ სიცოცხლე ჩვენი გათბობის სისტემის ძირითად დანადგარებს, თბომცველებს, საცირკულაციო ტუმბოს სამსვლიან სარქველს უნდა დაუმონტაჟოთ შლამის და მაგნიტური მინარევების მოსაცილებელი ფილტრი. ამ ფილტრს მაგნიტურსაც უწოდებენ, შლამის სეპარატორსაც, ან კიდე დეშლამატორსაც. აი ეს არის დეშლამატორი, მაგნიტური ფილტრი. მისი კორპუსი მინაბოჭკოვანი არმირებული პოლიმერისგან არის დამზადებული და მისი მაქსიმალური სამუშაო რეჟიმებია წნევა 3 ატმოსფერო და თბომატარებლის ტემპერატურა 90 გრადუსი. ის მონტაჟდება უშუალოდ გათბობის სისტემის უკუსვლის მაგისტრალზე, კედლის ქვაბის ქვეშ. საკმაოდ მცირე გაბარიტები 9 სანტიმეტრის სიგრძე და 10 სანტიმეტრის სიმაღლე მარტივად მონტაჟის საშუალებას იძლევა. ეს ჩამკეტი სარქველია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკუსვლის ხაზზე ქვაბთან დამატებითი ვენტილის დამონტაჟება აღარ არის საჭირო. მასშივია ინტეგრირებული უკუსარქველიც. დეშლამატორი, ანუ მაგნიტური ფილტრი აღჭურვილია უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული 500 მიკრონიანი კარტრიჯით. მის კორპუსში მოთავსებულია მაგნიტური ჩხირიც. მისი მაგნიტური ველის ინდუქცია 11000 გაუსია. მას თამამად შეუძლია მიიკრას ფოლადის საკმაოდ მძიმე ნივთები, თუნდაც ქანჩის მოსადები ან რამდენიმე სახრახნისი ერთად. აღარაფერს ვამბობ თბომატარებელში არსებულ მაგნიტურ მინარევებზე. ამის შემყურე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენი სისტემა სრულად გაიწმინდება თბომატარებელში არსებული ამ მაგნიტური მინარევებისგან. კერძოდ რკინის ოქსიდებისგან. მომსახურებაც მარტივია. არ გჭირდება ხელოსნის გამოძახება, სერვისის თანხასაც დაზოგავთ. გადაკეტავთ ჩამტკეტ სარქველს, ამოიღებთ მაგნიტურ ჩხირს. ამ დროს ჩხირზე მიკრული მაგნეტიკი ჩამოიყრება კორპუსის ქვედა ნაწილში, იქვე იქნება დაგროვებული შლამი, მოხსნით ხუბს და გაწვენთ კორპუსის შიდა ნაწილს. შემდგომ ისევ ჩავდებთ კარტრიჯს, დავხუფავთ, ჩავდებთ მაგნიტურ ჩხილს, სისტემას ხელმეორედ შევავსებთ, ანუ დავტუმბავთ 1.5-1.7 ატმოსფერომდე. რა თქმა უნდა, ამ დროს თბომატარებლის ტემპერატურა უკვე 25-30 გრადუსი იქნება, ვინაიდან სანამ ქვაბს სერვის უტარებდით, ის გამორთული ქონდა. ამ დეშლამატორის გამოყენება კი შეიძლება 35 კილოვატამდე სიმძლავრის კედლის ქვაბებზე. მისი ოპტიმალური წარმადობა 2.5-3 კუბური მეტრია საათში. გაყიდვაშია როგორც შავი, ასევე თეთრი ფერის მოდელები. ეს კიდევ ერთი მაგნიტური ფილტრია, განსხვავებული გეომეტრიით. ამ ფილტრის კორპუსს აქვს ციკლონური კონსტრუქცია. თბომატარებელი როგორც კი მოხვდება ასეთი ტიპის დეშლამატორში, ის ციკლონის ეფექტს იწვევს, ტრიალებს შლამი ცენტრიდანული ძალების მეშვეობით ფილტრის ქვედა ნაწილში გროვდება, ხოლო მაგნიტური მინარევები მაგნიტურ ჩხირს ეკვრება. ასეთი დეშლამატორის უპირატესობა ის არის, რომ გაწმენდისას არ არის აუცილებელი მისი კორპუსის მთლიანად მოხსნა. საკმარისია ვენტილის გახსნა და მაგნიტური ჩხირის ამოღება და ამის შემდეგ შლამი და მაგნიტური მინარევები ჩამოირეცხება.
ამ დეშლამატორის ოპტიმალური წარმოება 2.5-8 კუბური მეტრია. ამ ფილტრებს ქარხანა აწარმოებს როგორც 3/4, ასევე 1 დიუმით და 1/1/4 დიუმიანი დაერთებებით. ეს უკანასკნელი კი სავსებით საკმარისია 70 კილოვატიანი საქვაბისთვის ან 20 კილოვატამდე სიმძლავრის თბური ტუმბოსთვის. აი ამ ფილტრის დამონტაჟება შესაძლებელია როგორც ვერტიკალურ მაგისტრალზე, ასევე ჰორიზონტალურზეც. საბაზისო კორპუსი შეიძლება გადავხსნათ და 90 გრადუსით მოვაბრუნოთ. ახლა რაც შეეხება გამდინარე წყლის ფილტრაციას. ხელთ მაქვს ჰიდროდინამიკური სილიკო პოლიფოსფატური ფილტრი. ის განკუთვნილია გამდინარე წყლისთვის. რა არის გამდინარე წყალი? ეს ქსელის წყალია ან ჭაბურღილის. თავიდანვე შევჯერდით იმაზე, რომ სასმელი წყლის მაგისტრალზე ამ ტიპის პოლიფოსფატური ფილტრის დამონტაჟებას აზრი არ აქვს. ის ვერ შეამცირებს კალციუმის და მაგნიუმის იონების რაოდენობას წყალში. ის წყალს პოლიფოსფატებით მხოლოდ ამდიდრებს. ერთმანეთთან აკავშირებს კალციუმსა და მაგნიუმს და აქედან გამომდინარე ხელს უშლის კედლის ქვაბის ჩქაროსულ თმომცველში ნადების წარმოქმნას. ესე იგი, ეს პოლიფოსფატური ფილტრი გათვლილია ტექნიკური წყლისთვის. ანუ ის უნდა დამონტაჟდეს კედლის ქვაბში, შემსვლელი ცივი წყლის მაგისტრალზე, მოცულობითი თმომცველის შემავალ ქსელის წყლის ხაზზე, სარეცხი მანქანის წყლის ხაზზე, ელექტროწყალგამაცხელებლის ცივი წყლის მიწოდების მაგისტრალზე და ასე შემდეგ. როგორ მუშაობს ეს ფილტრი? პოლიფოსფატის კრისტალებია, ანუ გრანულები. მათი ექსპლუატაციის ხანგრძლივობა განუსაზღვრელი არ არის. ისინი დროთა განმავლობაში მოცულობაში იქლებენ და დნებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ, თავის საქმეს აკეთებენ. როგორც კი გრანულები მოცულობაში განახევრდება, საჭიროა მათი შეცვლა. დავხატოთ მეორე სურათი. სარგებლობთ პოლიფოსფატური ფილტრით გარკვეული პერიოდი, თუნდაც ნახევარი წელიწადი და ამ გრანულებს არაფერი ეტყობა. ანუ ზომაში არ შემცირდა. მაშინ მქონია ძალიან ხისტი წყალი. ანუ სიხისტე მაღალია 7 მილიგრამზე მეტია ლიტრ წყალზე. ასეთი წყლის პირობებში პოლიფოსფატური ფილტრი ვერაფერს გაგვიკეთებს. რომ შევაჯამოთ დღევანდელი საუბარი. გირჩევთ დაამონტაჟოთ ფილტრები თქვენი გათბობის სისტემაზე, შეინარჩუნოთ და გაუხანგრძლივოთ თქვენი გათბობის ელემენტებს, სიცოცხლე და შვიდად შეხვდეთ ყოველ ზამთარს.